დიახ, მაგრამ როგორც შენ უკვე აღნიშნე ამ საკითხზე განცხადება დღეს შეერთებული შტატების ელჩმა ბათუმში რამდენიმე საათის წინ გააკეთა რიჩარდ ნორლანდის შეფასებით ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მისივე განცხადებით შეერთებული შტატები და საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებებს, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებას ითვალისწინებს. საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მე არ ვიცი როგორ შეცვლის ეს მოვლენებს რუსეთის ჩართულობის თვალსაზრისით აფხაზეთში. ჩვენი დამოკიდებულება შემდეგია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით იქნას გამოძებნილი პრობლემის გადაჭრის გზები. დღესვე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი მაუნტინ უიტნის ეკიპაჟის წევრებს შეხვდა, იმ ხომალდის ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც ბათუმში იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ დასრულდა ბათუმის პიაცაზე ევროპული სარდლობის ორკესტრის კონცერტი. კონცერტზე ამერიკული ბენდის წევრებმა კლასიკური მიქსები და თანამედროვე ჯაზ კომპოზიციები შეასრულეს. საღამოს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ბათუმის მერიც ესწრებოდა. ძალიან მომეწონა, ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქალაქში შემოდის ესეთი ხომალდები, ესეთი კარგი მუსიკოსებით და იმედია, რომ უფრო გახშირდება და უფრო მეტ სიამოვნებას მივიღოთ ბევრი კონცერტებით. დღესვე ამერიკული ხომალდის მაუნტ უიტნის ეკიპაჟის წევრები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სკოლის მოსწავლეები ამერიკელი სამხედროების ცხოვრებით, გემის ცხოვრებით დაინტერესდნენ და მათგან კითხვებზე კომპეტენტური პასუხები მიიღეს. შეხვედრა იყო ძალიან კარგი, ძალიან მოგვეწონა ბავშვებს, რადგანაც კარგია, როცა ხვდებით უცხოეთიდან ჩამოსულ პირებს, ასე გაგვიხარდა, როცა ნახეთ ჩვენ ქვეყნიდან წასული წარმატებული მეზღვაური ქართველი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში. დილიდან კი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდზე ერთობლივი ქართულ ამერიკული წვრთნები გაიმართა. წვრთნები ჩატარდა საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის. ხომალდზე პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ხანძრის სწრაფი ლოკალიზება, კრიზისების ოპერატიული მართვა. ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას დღეს რამდენიმე მიმართულებით უტარებდნენ. დღეს უკვე სამუშაო ფორმაში ვართ. ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად გეგმიურ წვრთნებს ვატარებთ იმისთვის, რომ უფრო კარგად გავეუფლოთ იმუნარჩევებს, რაც ეკიპაჟისთვის აუცილებელია. სწავლებებს ვღებულობთ სამედიცინო განხრევ, ანუ ხომალდზე პირველადი დახმარება, ადამიანი დაიჭრება რამე, პირველადი აღმოჩენა რა. ერთობლივ წვრთნებს გავდივარ და ძალიან სასიამოვნოა ჩვენ კოლეგებთან, ამერიკელებთან ჩვენი წვრთნების ჩატარება და მომავალში კიდე ვიმედოვნებთ, რომ კიდევ იქნება ასეთი ტიპის სწავლებები. ნეაპოლში ბაზირებული ამერიკული სამხედრო ხომალდი, ამერიკის მე-6 ფლოტის სამხედრო ხომალდი მაუნტ უიტნი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გუშინ შემოვიდა და ის ბათუმის აკვატორიას 18 ოქტომბერს დატოვებს.